ეხლა სააკაშვილმა დღეს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საწარმო დელტა დაათვალიერა. დელტა საქართველოში სამხედრო ტექნიკას აწარმოებს. საქართველოს პრეზიდენტმა ქარხნის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილის განმარტებით დელტა სწორედ ის საწარმოა, რომელიც აგრესორის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა, თუმცა ქარხანა პერსონალს არ დაუტოვებია. დღეს ადგილზე 2500-მდე თანამშრომელი მუშაობს და ქართული წარმოების იარაღს ქმნის. პრეზიდენტის განცხადებით საქართველოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება ხავს შეერაღებული ძალები და რეზერვი და ქმნის ხარისხიან იარაღს. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დელტას თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. რატო არ უნდა მუშაობდნენ ეს სპეციალისტები საქართველოში? შვეიცარიის მაგალითი. მოგესალმებით, ჯერ ერთი დიდი ხანი არ ყოფილა ამ ქარხანაში და მართალი გითხრათ, წინა ყოფნასთან შედარებით ძალიან დიდი გაუმჯობესება. მე რა თქმა უნდა არ დამოვიწყდა, რომ 2008 წელს ეს ქარხანა იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აგრესორის. ჩვენ ვალში ვარ თქვენ წინაშე, იმიტომ რომ პერსონალმა მაშინ ქარხანა აუცილებლად პერსონალი, რომელიც იყო ქარხანაში დარჩა აქ და არ დაუტოვებია აქაურობა. და მაშინ თქვენ გახსოვთ როგორი სიტუაცია იყო. 5-6-9 თვე ხალხი არ იღებდა ზოგიერთ წლობით ხელფას. იძულებით შეებულებაში იყო გაშვებული ათასობით ადამიანი. დღეს ამ ქარხანაში მუშაობს 2500 ადამიანზე მეტი და არის პერსპექტივა, რომ საერთოდ ამ წარმოებაში დასაქმებული ხალხის რაოდენობა მინიმუმ გასამაგდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2500 ოჯახი არჩენს, 2500 ადამიანი არჩენს ოჯახს, 2500 ადამიანს შეუძლია ბავშვებისთვის უკეთესი განათლების მიღება, მიცემა, აქვს პერსპექტივა, აქვს უკეთესი მომავლის რეალისტური იმედი. მაგრამ ეს ქარხანა ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ თუნდაც ხალხის დასაქმების წყარო, თუმცა რა თქმა უნდა ხალხის დასაქმება მნიშვნელოვანია. ეს ქარხანა, სატანკო ქარხანა, რამდენიმე სხვა საწარმო, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, რომელიც ამ კომპლექსში მუშაობს, ეს არის საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური სწრაფი განვითარების. ამიტომ ეს ქარხანა და ეს ტექნოლოგიები არის საქართველოს მომავალი ინდუსტრიული პოტენციალის ძალიან იმედის მომცემი საფუძველი. 2008 წელს ღია ომის სტადიის დაწყების შემდეგ რამდენიმე თვე პრაქტიკულად ჩვენ დავჭით იარაღის მოწოდების წყაროს გარეშე. იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვინმე გვემტერებოდა. არც იმიტომ ხოლმე რომ რუსეთი შეეშინდათ. უბრალოდ ჩათვალეს რომ საქართველოს აღარ იარსებებდა. გამოაცხადა რუსეთის ხელმძღვანელობამ რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხედარი და საქართველოს მალე აღარ იარსებებს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს პრაქტიკულად 90% საერთაშორისო თანამეგობრობას უბრალოდ დაიჯერა. და ასე როგორ შეიძლება არ დაეჯერებია? რომელ ქვეყანაში შევიდა საბჭოთა კავშირი ისეთში და რომელი და რუსეთი, რომელი ქვეყანა არ ჩამოემხო მაშინვე. თავრობა არ გაიქცა პირველ რამდენიმე საათში. ყველაფერი არაირია, იხილეთ რა მოხდა ავღანეთში, იხილეთ რა მოხდა ჩეხოსლოვაკიაში 68 წელს, იხილეთ რა მოხდა უნგრეთში 1956 წელს. ასე რომ გამოცდილება ასეთი იყო და ჩათვალეს რომ ზუსტად ისეთი რამე მოხდება საქართველოში. იხილეთ რა მოხდა იგივე საქართველოში 90-იან წლებში. როცა ერთი მთავრობის გადატრიალება იქნა ორგანიზებული მოსკოვის მიერ, შემდეგ მეორე მთავრობა პრაქტიკულად გადატრიალებული ყავდა და დატოვეს იმის ფასად რომ ყველაფერი დაუთმო. და გადაარჩენეს რუს გენერალ ბალტის ადმირალს. ამიტომ ყველას მიაჩნდა რა ხანა ესე თქვეს, ესე იგი ესე იქნება. ცივი წყალი დალიოს ყველამ, ჩემი საყვარელი გამოთქვა. ძალიან ბევრი ცივი წყლის დაჭირდათ. საქართველოს გადარჩა და საქართველოს ვითარდება. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი წარმოების აწყობა. და აღმოჩნდა რომ არაფერი უმაღლესი მათემატიკა არაფერი არ არის. უბრალოდ უნდა კარგი ორგანიზება. სახელმწიფო აიღო ქარხანა მთლიანად კონტროლის ქვეშ. ეს და სხვა ქარხნები და აღმოჩნდა რომ ყუმარტყორცნების გამოშვებაც, ავტომატებიც, ნავთყორცნების და ეხა უკვე აღმოჩნდა ანტისატანკო იარაღი, არავინ არ გვაძლევდა ანტისატანკო იარაღს. 2008-მდე ყველას ვეხოცებოდით, მოგვეცით. ეხა სხვა ჩვენს უფრო გაიხსნა ეს ბაზრები. არც გვჭირდება ეხა კიდევ ჩვენი გამოუშვით, ჩვენი გვაქვს. რომელიც გვიჭდება თითქმის 20-ჯერ ნაკლები, ვიდრე რომ უცხოეთში ვიყიდოთ, თუმცა უკვე გვთავაზობენ რომ იყიდეთო. დარწმუნებული ვარ რომ კარგად ვიმუშავებთ, ავაწყობთ ანტისაერო სისტემას. ჩვენ არავისგან თითქმის არაფერი აღარ გვექნება, მაგრამ ჩვენ გავხდებით დიდი ექსპორტიორები ამ პროდუქციის. ჩვენ გავუშვებთ ჩვენ და უკვე გვაქვს სერიოზული მოლაპარაკებები ჩვენ ჯავშან ტრანსპორტიორებს, ჩვენ ქვეითა საბრძოლო მანქანებს უცხოეთში, ჩვენ მიერ შექმნილი იარაღს უფრო ხარისხიას ვიდრე აქამეს იმ ანალოგებს რომელიც ვიღებდით და ჩვენ აღჭურვავთ ასევე ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. და ეს არის
ზუსტად ის, რომ ამ ტექნოლოგიებიდან წამოვა მე ბევრი სამოქალაქო ტექნოლოგია. უპილოტო საფრენი აპარატი მარტო სამხედრო დანიშნულების რა თქმა უნდა არ არის. ბევრი ასეთი ტექნიკა დღეს სოფლიოში ძალიან მოთხოვნადია სამოქალაქო მიზნებისთვის. ახლა შექმნით ჩვენ საქართველოს რეზერვის სისტემა. ჩვენ საქართველოში 30000 კაცია შეერაღებული ძალები, ეს არის მცირე, მაგრამ მინიმუმი ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ამის გარდა ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტთა სისტემის ხელახლა აწყობა. და მივიღეთ ფენომენალური შედეგი. ჩვენ მტერს ეს ძალიან აღიზიანებს და მათ ქართველ აგენტებს, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსს ძალიან აღიზიანებთ რეზერვისტები. მაგრამ ყველა სოფელში, სადაც საუდართ სამინისტრო შევიდა, ყველას დასრული მამაკაცი ჩაეწერა რეზერვში. როცა ამ ხალხს აღჭურვა, რა თქმა უნდა, ამზადებ უნდა აღჭურვა. და რა თქმა უნდა, მე გამიხარდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული ევროპული ქვეყნები და სხვა ქვეყნებიდან მოწოდებულ იარაღზე, არამედ ჩვენი კონდეს, ესე იგი ჩვენი საწარმოო მუშაობდით, რომ მაინც ხო საყიდელი გვაქვს, ხო? არ ჯობია ჩვენი გამოუშვათ 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ უფრო იაფად და ჩვენი ხალხი დავასაქმოთ. და რომ გამოუშვებ და გავაკეთოთ, მე ამას გავყიდით ასე უცხოეთში, როგორც კი ჩვენ მოთხოვნებს ერთად დავაკმაყოფილებ. აქ ეს არის, ამიტომ შვიდობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ქვეყანას აქვს თავისი წარმოება და როცა ქვეყანას ყავს ასევე თავისი ხალხი, თავისი რეზერვის სისტემა, თავისი შეერაღებული ძალები, ეს არის ყველა შესაძლო აგრესორისთვის საქართველოს შემთხვევაში აგრესორი მხოლოდ ერთია, როგორც ვიცით ყველა, ძალიან კაფიო შემაკაებელი. მინდა მადლობა გითხრათ ლაზიკისთვის, მინდა მადლობა გითხრათ დიდგორისთვის. მართლა სხვაჩოს რუსებმა დიდგორო დაინახეს, ეგრევე ივეკოს ბაზაზე დაიწყეს აწყობა თავის ბტР-ის, რომელიც ცდილობს რომ დაეწიოს დიდგორს. მე ხა რუსეთი რო გვბაძავს ჩვენ პოლიციის შენობებში, უბრალოდ რო უნდა მიბაძო პოლიციის ფორმებში, შენობებში, მანქანებში ან რა ვიცი, ეკონომიკურ რაღაც რეფორმების გაკეთების იმიტაციაში ეს არ მიყვარს. ეს ცხოვრებაში მათ არ ქონიათ, მაგრამ იარაღში თუ როდესმე დაიწყებდა მიბაძვას და მათი ჯავშან ტრანსპორტიორის სხვა არაფერი არ არის, თუ არა დიდგორის მიბაძვა ახლა ახალი, რომელიც ივეკოს ბაზაზე აკეთებენ, ეს მართლა ახალი დიდი ამბავია. ესე იგი მართლა რაღაცა შეუძლებია რა. ნამდვილად არ ვაპირებთ ჩვენ ახლა ის სხვა წარმოება, სხვა ქვეყანა, სხვა მასშტაბებია და ჩვენ მათი კონკურენტები ვერ ვიქნებით, მაგრამ პატარა ქვეყანასაც შეძლებია რაღაცა ისეც გაკეთება. იმ სფეროში, რომელიც არას ყოველთვის იყო მათი მონოპოლია და ეს არის მართლა სასწაული. ისევე როგორც სხვა შორის მუდმივად დაფრინავენ ჩვენ ტერიტორიაზე უპილოტოები რუსების. ყველა მათ უპილოტოს ჯობია ეს რაც ჩვენ ახლა გამოვუშვით. კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ თითოეული თქვენგან ვინც აქ მუშაობს გმირები ხართ მართლა. შრომით გმირებიც და ფიზიკური გმირებიც საბრძოლო, იმიტომ რომ კიდევ თქვენ რომ თქვენ იყავით ბრძოლის წინახაზზე, მათ შორის პირდაპირაც. მაგრამ ნახეთ, ხალხი რომელიც იბომბებოდა, ქვეყანა რომელიც გარდაცვლად გამოაცხადეს, პრეზიდენტი რომელიც ხედარია უკვე მათი ჭკუით რამდენიმე წელიწადია და ცხეულისეთი ნაწილით უნდა ყოფილიყო დაკიდებული, ყველანი ერთად შევიკრიფეთ აგერ და უყურებთ ჩვენ ლაზიკებს, ჩვენ დიდგორებს, ჩვენ ყუბარტყორცნებს, ჩვენ უპილოტო საფრენ აპარატებს, ჩვენ ანტისატაკო აპარატებს. ვაიმე, რაღაცას ჩვენ მტერს ალბათ ძალიან ცუდი სიზმარი ესიზმრება. და ჯობია გამოიღვიძოს. მაგრამ ეს არ არის არც სასწაულის შედეგი და არც რაღაც მოულოდნელობა, ეს არის თქვენი ხელებით შექმნილი ყველაფერი. და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გითხრათ. ეს ერთი და სხვა მრავალი, ასე გავაგზავნოთ, ბარდობთ ამათქაც. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საწარმო დელტა საქართველოში სამხედრო ტექნიკას აწარმოებს. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ქართული წარმოების 60, 82 და 120 მმ-იანი ნაღმყორცნები, ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები და ასევე იარაღზე დასამაგრებელი ყუმბარტყორცნები. ეს ქარხნის მიერ წარმოებული იარაღის ჩამონათვალია. თითქოს მარტივი რაღაცა ნახორცი, მაგრამ 120 მმ-იანი ძანძრელი საყურელია სოფლის ბაზარზე და ამიტომ საექსპორტო ბაზარიც მეკრობა არის. მაგრამ რაღაცა რაც გავაკეთეთ ტექნოლოგიურ გარღვევას, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა ანტისატაკო იარაღი საქართველოში. ყველაზე მეტად გვიჭირდა ანტისატაკო იარაღი. ეს არის რამაზი დახურავს, რა? 50 მეტრი. 50 მეტრი და 72, ხო? 72 დინამიკა. ორივე ესე არის შნურზეც და რადიოგადაცემით. რადიო რო ჩაახშოს, შნურზე შეიძლება. შუნზე შეიძლება, ლაზერზე შეიძლება გავაკეთოთ.
სამი ვარიანტია ეს. ესე გაჩნდა ახალი ქართული ანტისატაკუე, ახალი და არასდროს არ ყოფილა. ჩვენ უნდა ამითი ავხჯეროთ ნავთქორცნებით, ხუმბარტქორცნებით, ყველა რეზერვისტთა შენაერთი. ყველა სოფელში უნდა იყოს. ყველა სოფელში, ყველა მიკრორაიონში, ყველა უბანში, ყველგან სადაც არის პოლიციის შენაერთები, პოლიციის შენაერთებში უნდა იყოს შენახული და ყველა რეზერვისტი უნდა იყოს დამაგრებული. მე ძალიან მიხარია რომ ქართული ავტომატის გაჩნდა, მაინც ყველა დიდი მიღწევა ანტისატანკო შეიარაღება და ასევე ეს რაც ჩვენი სუბუქი ნავთქორცნები, მუხები, რაც რეზერვისტებს უჭირდება, რეზერვისტებს ამ ეტაპზე ჩვენ კალაშნიკოვით ავსურვებთ, ხო? კი, ეხლა კალაშნიკოვი. ესე რეალურად როცა ჩვენი ჯარი აღჭურვა ბოლომდე M4-ებით და მათი ანალოგით ამითი მე რეზერვისტები თანაც უნდა გადავყვანოთ ამას. ჩვენ უკვე უნდა შევძლოთ უახლოეს წელიწადში დიდის გაკეთება და დიდზე იარაღის დამაგრება. ეს არის ამოცანა. უპილოტო მომავალი ეკუთვნის უპილოტო შეიარაღებულ ავიაციას. და აქ საქართველოს უნდა იყოს მოწინავე. ქვეყანას რო შეუძლია თვითმფრინავის გამოშვება, აი რა არის, რო იტყვითო ჩვენ ქვეყანას შეუძლია ყველაფერს წარმოება დაწყებული პომიდურის პასტიდან და დამთავრებული თვითმფრინავი. კარგი საქმეა, ხო? მაგრამ ამას უნდა შესწავლა კარგად მარკეტინგის, კონკურენტულობის, უცხოელი ელემენტების შემოყვანა, იმიტომ რომ ცალკე ერთად ქვეყანა 100% ვერ გავა სოფლიო ბაზარზე. ჩვენ წლის განმავლობაში, ამ ბოლო წლის განმავლობაში უკვე უშვებთ 15-მდე სამხედრო პროდუქტს, რომელიც თითქმის მთლიანად შინაარსობრივად აკმაყოფილებს შეიარაღებული ძალების ძირითად მოთხოვნილებას. ჩვენ წინაშე ახლა დგას ამოცანა, რომ ეს მიღწევები უკვე ვაქციოთ უფრო წარმატებულად, შესაბამისად მივცეთ უფრო მეტი განვითარების საშუალება და მომავალში შევძლოთ უფრო მაღალ ტექნოლოგიური და უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღების წარმოება. Questura პრეზიდენტი, ჩვენ მას ვაჩვენებთ ის პროდუქცია, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, აღნიშნული იარაღი, რომელიც დამზადებული არის საქართველოში და რომელიც მნიშვნელოვანი იარაღი არის ქართული არმიის ხელში. გარდა ამისა, ჩვენ პრეზიდენტს ვაჩვენებთ ის შესაძლებლობები, რაც ქარხანას გააჩნია, ბევრი სახის საჰაერო ხომალდებს ჩვენ ვარემონტებთ და ვახორციელებთ მათ მომსახურებას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ ჩვენი წარმოების თვითმფრინავებიც. გარდა ამისა, პრეზიდენტმა თავად იხილა დიდგორის წარმოება და სხვა ტექნიკის წარმოება და გაეცნო იმ ხალხს, ვინც დასაქმებული არის ამით.